ერთადერთი რიცის მეშინია არის ასტეროიდი რომ დედამიწას დაეცეს. კარგი რა. შენ დედა სალაროსთან რამდენიმე წუთით მარტო რომ გტოვებს, მაგისიც გეშინია. როგორ არ უნდა შეგეშინდეს, ასეთ მომენტში მთლიანი ცხოვრება თვალწინ გივლის. მერე რა, მე თქვენზე მამაცი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ გოგო ვარ. მოდი შევეჯიბროთ, გამოწვევას გთავაზობ. კარგი, 24 საათის განმავლობაში 100 შიში. გაჭაყარავებისთვის მოემზადეთ ვიდეოს ბოლომდე. რომელი შიშით უნდა დავიწყოთ? იქნებ სიმაღლის შიში? აჰა, და რას ფიქრობ, როგორ დავძლებ? ყველაზე მაღალი რამ რაც გქონს, ჟენიასთვის შეფასება. იცი ნიკოლ, შენს ადგილას ისეთ ადამიანს არ დავცინებდი, რომელსაც შენი შიშების გამოყენება შენს წინააღმდეგ შეუძლია. ვითომ როგორ? კარგი, მაგალითად აი ასე. ხო, არა. ეს არ გააკეთო. ახლა ვერ გააკეთეთ, ხო? აბა კი, შანსიც გამოგიჩნდა შენი შიშის დასამარცხებლად. ჩვენ კარგად ვიცით, რომ შენ დახურულ სივრცეში ყოფნის გეშინია. კლაუსტროფობია. რა? დახურული ადგილების შიშს კლაუსტროფობია ქვია. ყოველ შემთხვევაში ამას შურისძიება ქვია. გააკეთ, გთხოვთ, გააკეთ. კარგი ნიკოლ, წყნარად. შიში მხოლოდ შენს თავშია. როგორ ჩანს, აქ მონსტრები არ არიან. ასე რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ან იქნება არის ვინმე. ნიკოლ, ცოტა ხანის გაუძელი. ყველაფერი კარგადაა. მალე ჟენია გამოგიშვებს და მათ ყველაფრის გამო სამაგიეროს გადაუხდი.